მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვლოგების ციკლს სპექტაკლის შემდეგ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამ პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მას ჩვენ ამ ჩაწერას ვახორციელებთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სატელევიზიო სტუდიაში, TAFU TV-ში და ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და უნივერსიტეტის ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ხელშეწყობისთვის. წარმოგიდგენთ დღევანდელი ვლოგის სტუმრებს, ჩემს კოლეგებს, ნუცა კობაიძეს და ბატონ გიორგი ყაჯიშვილს, ქალბატონ ნუცას და ბატონ გიორგის. დღეს ვისაუბრებთ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლზე „ფაკულას ხორები“, რომელიც განახორციელა სოფო ქელბაქიანმა. დავით კლდიაშვილის ეს მოთხრობის ინტერპრეტაცია იშვიათად ხდება ქართულ თეატრში, კლდიაშვილის სხვა მოთხრობებისგან განსხვავებით, მაგრამ ამ სპექტაკლმა უბრალოდ ამ მოთხრობის ინტერპრეტაციამ თუმანიშვილის ავტორობით ვგულისხმობ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ თეატრზე. დღემდე არის რეპერტუარში 45 წელზე მეტია უკვე. ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ პროფესიულ სცენაზე ვგულისხმობ იყო ინტერპრეტაცია ლევან წულაძის, რომელიც მალე გაქრა რეპერტუარიდან და ეხლა გაჩნდა სოფო ქელბაქიანის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული დადგმა. და საერთოდ მე მახსოვს ერთხელ ბატონმა გოგიმ თქვა, რომ თეატრმცოდნეები ხშირად ამბობენ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული დადგმა, ორიგინალურია, რა თქმა უნდა, სხვა რეჟისორი სხვანაირად დადგამს, რატო ემსგავსება სხვასო, მაგრამ მე ერთი მომენტი მეც დავფიქრდი ამაზე, შეიძლება მართალია ჩემი უფროსი კოლეგა, მაგრამ სულ ამას იმიტომ ავღნიშნავთ ალბათ თეატრმცოდნეები, რომ ახალგაზრდა რეჟისორები ექცევიან ხოლმე გავლენის ქვეშ და ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი სტურუას გავლენის ქვეშ როგორ ექცეოდნენ, თემურჩხიძის გავლენის ქვეშ როგორ ექცეოდნენ, იგივე თუმანიშვილის მოწაფეები. ხო, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, როდესაც სულ სხვა სათქმელს აღმოაჩენენ ამ ნაწარმოებში, რომელიც მანამდე სხვა რეჟისორს არ შეუნიშნავს და თუმცა თუ გნებავს შენგან დავიწყოთ, შენზე მახსოვს, რომ სპექტაკლმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რამ განაპირობა ეს კარგი შთაბეჭდილება? კი ბატონო. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, მოგესალმებით. ფოთის თეატრი ჩემთვის რეგიონებში ერთ-ერთი გამორჩეული თეატრია ნამდვილად და იმიტომ რომ მე იქ რაღაცა პერიოდი დავყავი და ვიმუშავე, ნამდვილად ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ ამ თეატრმა მოახერხა და ძალიან მნიშვნელოვანი რეპერტუარი შექმნა წლების მანძილზე. ზუსტად ეს არის ბოლო სპექტაკლის პრემიერაც, ნათელი მაგალითი ამის. სადა ასლავაზიშვილმა მიიწვია სოფო ქელბაქიანი, ძალიან საინტერესო რეჟისორი, რომელიც როგორც ვიცი ეს მისი 21 დადგმა არის პირველი რეგიონში და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს მისი ექსპერიმენტი, არა, ეს მისი გასვლა დედაქალაქიდან. სოფო ჩემთვის გამოირჩევა ძალიან ესეთი ფემინური განაცხადებით, რასაც ჩვენ „ფაკულას ხორებშიც თუნდაც ფინალურ სცენაში ძალიან კარგად ვხედავთ. როგორ იცავენ ქალები თავიანთ საზღვარს, როგორ შეუძლიათ ქალებს გაუწიონ წინააღმდეგობა იმ დიდ ძალას, რომელიც ცდილობს, რომ შეჭამოს და გადაუაროს და გაანადგუროს ის, რაც მათი საკუთვნილებაა, ხო? გოგი, შენც ნახე ეს წარმოდგენა და მე მახსოვს ჩვენ ძალიან ბევრს კამათობდით სპექტაკლის შემდეგ ამ ხედვაზე რეჟისორის ამავდროულად ეს პერსონაჟები, რაც ნუცა მახსენა, არიან ფემინურებიც, მაგრამ ეს ფემინისტური მიდგომა, რომ ქალში არის რაღაცა განსაკუთრებული ძალა, ძალიან გასდევს რეფრენად მთელ სპექტაკლს, ხო? ჯერ ზენათი, რომელიც არის მოტივატორი და აიძულებს გალაქტიონ ხოსორიანს, რომ
იბრძოლოს მისი უფლებების დაცვისთვის, რაც ნაწარმოებშია. რა თქმა უნდა, ნაწარმოებში არის და პრინციპში სხვა დადგმებშიც იყო ეს, მაგრამ აქ არის ეს ძალიან გამოკვეთილად და თვალში ხვდება ქალის გავლენა და მეორე ფინალი, რომელიც არც ერთ დადგმაში არ ყოფილა, პიტია, არის აბსოლუტურად წინა პლანზე წამოწეული პერსონაჟი, ახალგაზრდა თაობის ქალი, რომელიც იცავს მის საზღვრებს. რას ფიქრობ ასეთ ინტერპრეტაციაზე? მე მგონია, რომ ყურით მოთრეული რო ვეძახით ხოლმე ჩვენ, არც ერთ მიზანსცენა ამ სპექტაკლში არ არის და ეს სათქმელი ყოველთვის სოფო ქელბაქიანთან კონკრეტულად ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად გამყარებული ძალიან ისეთი ლოგიკური აზროვნებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგახსენეთ მოწვევისთვის. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ფოთის თეატრი ძალიან კარგად მუშაობს მმართველობაში ის, რომ ის ყოველთვის ცდილობს რაღაც ძალიან საინტერესო შესთავაზოს თავის მაყურებელს. აი სოფო ქელბაქიანის დადგმაც ერთ-ერთი ის არის, რომელიც გამოირჩევა თავისი, მინდა ვთქვა, თავისი ორიგინალობით. როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს ნაწარმოები უკვე მესამეთი იდგმება, მაგრამ ის რაც ჩვენ ნახეთ ფოთში, ის მართლა განსხვავებულია იმ ინტერპრეტაციებისგან, რომლებიც აქამდე იყო. ჯერ მარტო თუნდაც იმით, რომ არ არის ეს რაღაცა სანახაობრივი სპექტაკლი, ისეთი როგორც იყო მაგალითად მიშა თუმანიშვილის სპექტაკლი. სადაც იყო ბევრი პერსონაჟი, იქ იყო ბევრი სტუმარი, იყო რაღაც ასეთი სახალისო ეპიზოდები, სხვადასხვა ეპიზოდები, საკმაოდ ასეთი და ჩაშლილი სპექტაკლი. დიდი სპექტაკლი იყო, სადაც პერსონაჟები სულ ვინც იყვნენ ამ სცენაზე, ვის თამაშობდნენ და პრაქტიკულად მთელი თაობა თუმანიშვილის თეატრი, მთელი თაობა გამოიარა და ყველა თაობის წარმომადგენელი თამაშობდა. აქ პერსონაჟების რაოდენობა არის ზუსტად იმდენი, რამდენიც არის ნაწარმოებში. მხოლოდ არის ზენათი, გალაქტიონი, მისი შვილი, პატარა შვილი არ არის, ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც პიტია, რომელიც ამ ნაწარმოებშია და დანარჩენები არიან უკვე ის ძალა, რომელიც ებრძვის აი ამ ოჯახს, ანუ აქ რეჟისორმა გამოიყენა ნიღბების თეატრი, სადაც ეს პერსონაჟები თითქოს ორის ნიღბებით არიან წარმოდგენილი, რაც შენ თქვი აი ამ ფემინისტურ მიმართულებასთან დაკავშირებით, მართლა ეს ძალიან ორიგინალური გადაწყვეტაა, იმიტომ რომ ის რაც ვერ შეძლო გალაქტიონმა, ანუ ის რაც ვერ შეძლო მამაკაცმა, შეძლო ქალმა. და აი ამ ქალმა დაიცვა ეს ოჯახი და აი ეს შემოტევა, ამ შემთხვევაში უცხო ძალის შემოტევას მე ხას ვუსვავ, იმიტომ რომ აქ ეს აქცენტი თავისთავად არის, რომ აქ ეს რაღაც გარკვეული პოლიტიკური ნაწილიც არის და ამ სპექტაკლის, რომ ეს ხორები, რომლებიც ნიღბებით არიან, არის რაღაცა უცხო ძალა, რომელიც ებრძვის კი ბატონო, ებრძვის ამ პრაქტიკულად გალაქტიონის სამშობლოს და აქ არის სწორედ ის ამბავი, რომ აი პიტია შეძლებს თავისი სამშობლო, თავისი დაკვეთი, თავისი მიწა აი ამ გარე ძალისგან დაითვას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სპექტაკლში და კიდევ დავამატებ, ჩემთვის მაგალითად სოფო ქელბაქიანის ეს ნაწარმოები ჩემთვის ეს არის მისი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მის შემოქმედებაში, მე ბევრი სპექტაკლი არ მინახავს, სამი მაქვს მის ნანახი, მაგრამ ეს მე მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგია აი ამ ბოლო სამი სპექტაკლის შორის. მე ჩავერთვები ამ თემასთან დაკავშირებით ქოროს რახან მახსენებთ და ისინი თავიდან მთხრობელების სახით წარმოგიდგებიან და იწყებენ ამბავს და თანდათან იღებენ რაღაცნაირ კოლექტიურ ძალადობის სახედ იქცევიან, ხო ესენი გადაიწვევენ ნიღბებს და იწყება უკვე დევნა. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ემოციური სცენა არის, როცა ზენათს აუპატიურებენ ეს ხორები, ხო? და ეს ქალი რა ძალით და რა სიმტკიცით უდგება მერე ამათ.
ქორო ჩვენ თუ გავიხსენებთ ბერძნულ თეატრში ქოროს დანიშნულება იყო ხალხის ხმა იყო, ხო? აი აქ ამ შემთხვევაში რეჟისორი ატრიალებს ამას და ქორო გამოყავს როგორც მოძალადე ამ ხალხის წინააღმდეგ გამტარი ძალა, რომელიც ხდება რუსეთის ის სახე და გვინდა რუსეთი ვთქვათ და მტერი ზოგადად, რომელიც შემოესწავლა ქვეყანას, ხო? და ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ამ რაც ბატონო გოგიმ აღნიშნა, რომ თუნდაც თუმანიშვილის მაგალითზე, რომ ის იქ მასიური სცენები იყო და იქ უზარმაზარი სუფრა იშლებოდა, სადაც ძალიან ბევრი მსახიობი იჯდა, ხო? აი აქ ზუსტად ეს გორები არიან ის კოლექტიური სახე, რასაც რეჟისორი აი ამ ძალიან დელიკატურად შეკვეცილ სპექტაკლში ახერხებს. მე მგონია, რომ სოფო ქელბაქიანმა ამ შემთხვევაში მართლა წინ გადადგა ერთი ნაბიჯი თავის შემოქმედებაში, იმიტომ რომ შემოქმედებაზე მართლა სერიოზული ინტერპრეტაცია ნაწარმოებისა. ჩვენ არ უნდა დაგვიწყდეს, რომ კლდიაშვილი არის ტრაგიკომედიის ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. აქ ჟანრსაც ცვლის, ასლის ამ იუმორისტულ კოლორიტს, საერთოდ ანზოგადებს სახეებს. აქ არ არის იმერული კილოკავი, არ ხდება ისე, კი ბატონო ტექსტს მიყვება, მაგრამ თითქოს აღარ ჩანს, უკანა პლანზე არის გადანაცვლებული ეს კილოკავი და მართლა ეს პერსონაჟები კონკრეტული პერსონაჟებთან ერთად არიან რაღაცა გლობალური ზოგადი სახეები. ხო, აი რაც ნუცა მახსენა, რომ ხორები შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რუსეთი ან ზოგადად მტერი, რომელიც ჩვენ თავს გესხმის, ლოკალურ პრობლემას ცილდება ეს დადგმა და უფრო გლობალურში გადადის, იმიტომ რომ საქართველოს ადგილას შეიძლება იყოს სხვა ასეთი მცირე და უცვლიერი დიდ რაღაცა ჯგუფურ შემომტევ ღორებთან ბჭყალებში და ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით ფინალი, რომელმაც მე ბოლო პერიოდიც გამახსენა მიმდინარე პროცესები საქართველოში და აი რაღაცა ბარიკადებზე მდგარი ახალგაზრდა ქალი და ამ ქალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თეთრ კაბაში გამოწყობილი, რომელიც არის თავისუფლების სიმბოლო, შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც წმინდა სულის ადამიანათაც შეგვიძლია აღვიქვათ, რომელიც არ მოწონს თავისთავად. და აი რაღაცა ლამის დროში ხელში როგორ იცავს აოხრებისგან საკუთარ ბოსტანს, ხო? ჩვენი ქვეყანა ჩვენი ბოსტანია და თუ არ მოუვლის სულ მეტაფორებით არის სპექტაკლის სავსე. ნახეთ, აი ჩვენ და მათ შორის ეს რაც თქვენ აღნიშნეთ უკვე. ჩვენ აი სპექტაკლი რო იწყება, სადღაც სიღრმეში ვხედავთ ქოთანს, სადაც არის სცენარი, ხის ტოტი არის გადაწყვეტილი. აყოლებული ხის ტოტი, ხო? ჩვენ აი ზუსტად მეტაფორულად ხედავთ მან იმ საზოგადოებას, რომელიც ფესმოგლეჯილი არის, რომელსაც ნიადაგი აქვს გამოცვლილი. მართალია ის ჯერ კიდევ ყვავის, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ფესმოგლეჯილი მცენარე, rodemde გააგრძელებს ხო სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, ანალოგიურად კიდევ შემდეგი სამხედრო, როცა სამხედრო ატრიბუტიკა შევდის სცენაზე, ხო? აქ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ გია სურმავას პერსონაჟს, ვასილი ივანოვიჩს. აქ ჯერ შემოდის ჩექმა, შემოდის სამხედრო ქუდი და თითქოს რეჟისორი სიმბოლურად გვაჩვენებს, როგორ შემოდის ძალაუფლება, რომელიც უკვე მე ადამიანის სახედ იქცევა და ფორმად, ხო? შესაბამისად, გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ქორო, გარდა იმისა, თეთრი კაბით სადარაჯოზე მდგარი გოგო, აი სულ აი ამ ნიშნებით რეჟისორი გველაპარაკება აი ამ ძალიან ესეთ კლდიაშვილის საკულტო ნაწარმოებს. და მე მინდა შევეხოთ მსახიობებსაც, მათ ნამუშევრებს, სხვათა შორის აი ფოთის თეატრის წამყვანი ძალა არტისტებში, ვინც არიან ყველა თითქმის დაკავებული ამ სპექტაკლში. მე ძალიან მესიამოვნა და გამიხარდა, რომ გენაშონია, რომელიც შაშას როლს თამაშობს, აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟს ქმნის და ძალიან საინტერესო არტისტად რჩება ჩემთვის. აღარ ვლაპარაკობ იმ პროფესიონალებზე, ჩანო იზორია და გია სურმავა, რომლებიც
რომლებიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან, თამარა ფშილავა, ანიკო შურღაია, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც კარგად შეერწყა ფოთის თეატრის დას, ეს ახალგაზრდა მსახიობი და ძალიან საინტერესო სახეები შექმნა ქარიშხალიდან მოყოლებული სხვათა შორის და აი არტისტების ნამუშევარი. ეხლა რო გითხრა რომ ყველამ გამაოცა რაღაცა სიახლეები თქო მოვიტყუები, მაგრამ აი რამდენიმე მსახიობი მართლაც არის გამორჩეული. იცით რა არის, მე შეიძლება შეგეწინააღმდეგოთ გაოცებასთან მიმართებაში გეთანხმებით იქ სპექტაკლში შეიძლება როლი არ იყო ისეთი, რომელსაც უნდა მაინც და მაინც შენზე ესეთი თქვენზე ესეთი ზეგავლენა მოეხდინა, ხო? მაგრამ ვფიქრობ რომ აქ ზუსტად ამ სამსახიობო ანსამბლს შექმნა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ძალიან თავდაჯერებულად ძალიან და პრეტენზიის გარეშე საერთოდ უბრალოებით ამ ადამიანებმა გაიარეს ყველა ის ემოცია, რაც მათ პერსონაჟებს თან ჰქონდათ. კი, ნამდვილად და მე ის გამიხარდა რომ არ დამჭა განცდა რომ დედაქალაქიდან ჩავიდა რეჟისორი რეგიონში, რომელმაც უნდა გამოუშვას უბრალოდ სპექტაკლი, იმუშავა, მოიფიქრა ჯერ არ გადაამღერა რაც აქამდე ქონდა დადგმული რაც ხდება ხოლმე და მაღიზიანებს და მაბრაზებს კიდევაც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა რეჟისორი საქმეს იმუშავა მსახიობებთან შექმნა ტიპაჟები და დასამახსოვრებელი მხატვრული სახეების სპექტაკლში რაც ნამდვილად მისალოცი ამბავია და შეიძლება რომ ბოდიში არ აღინიშნოს რომ აქ ეს მარტო სოფო ქელბაქიანი რა თქმა უნდა თავისთავად სოფოა აქ თავარი ჩემთვის რეჟისორი არის ყოველთვის უფრო რაც არ უნდა შემეწინააღმდეგონ რეჟისორი არის თავარი მოქმედი რა თქმა უნდა ავტორი ის არის სპექტაკლის სოფოსთან ერთად ძალიან კარგი გუნდი მუშაობს ეს მხატვარი ავთო მოდებაძე თამარ ფუტკარაძე და საინტერესო ფორმა იყო მოგონილი და თავარია მიუხედავად იმისა რომ ეს არის თეატრი არ არის ეს არის კულტურის საერთო ჩვენ ვიცით მცირე სცენა მაგრამ ისე იყო ესე იგი სცენა გადიდებული რომელიც არასოდეს არ ყოფილა ფონდში გადიდებული რომ ავასენა პრაქტიკულად მაყურებლის პირველ რიგში მოდის და ეს მსახიობები უკვე პირდაპირ ასე ვთქვათ კომუნიკაციაში შედიან მაყურებელთან დარბაზში თამაშობენ და პირდაპირ აი ზუსტად ორი ნაბიჯი და ეს ყველაფერი ეს ფორმა რეჟისორის მიერ მოგონილი ფორმა ძალიან მოუხდა თვითონ ამ წარმოდგენას. ძალიან ორიგინალურად არის გადაწყვეტილი ის სუფრა რომელიც იშლება. მე ამ სუფრაზე როგორ შემოეცერიან ამ სუფრას ის ღორები რომელიც ღორები აღარ არის და გათელავენ ის ადამიანები და აი აქაც ეს ალეგორია იმის თაობაზე რომ ეს ადამიანები არიან რომელსაც ღორის სახე აქვთ აი ისინი ჩაიდნენ იმ საშინელებას რაც ამ ოჯახს დაატყდა და ეს არის ხაზგასმული და გაკეთებული რომ ესე იგი თუ მაგალითად კლდიაშვილთან ეს ღორი ამ შემთხვევაში მართლა იგულისხმებოდა კლდიაშვილის შემთხვევაში ის გარეძალა რომელიც მაგალითად ის თუნდაც ის ბაკულა რომელიც ახლა აქ ხო იგულის ამ ღორების უკან ხო ბაკულა დგას გასაგებია ესე იგი ბაკულას ღორებს კი ებრძვის მაგრამ ბაკულას ებრძვის გალაქტიონი იმიტომ რომ ბაკულას ღორები არიან მოძალადები აქ კიდე გამოდის რომ მოძალადეა არა მხოლოდ ბაკულა არამედ ის გარეძალა ბაკულა რომელიც არ ჩანს და არსად არ ჩანს მაგრამ ბაკულა არის სიმბოლო იმ ძალისა რომელიც ჩაუსახლდა აგერ ორნაბიჯში სადაც სახლის აშენებაც არ შეიძლებოდა ამბობს იქ თუ ვინმე ცხოვრებდაო არც კი ვიცოდიო მაგრამ თან ჩემი მოგვარეაო თან იმასაც ამბობს და აი ესე ანუ აქაც ისიც არის ნაჩვენები რომ მოგვარეში გამახსენდა რომ ჩვენ ერთ მორწმუნე რუსეთთან როგორ ეს ურთიერთობა თან მეორე რომ მე კიდე ისიც კიდე გაცხადებულია რომ თუ ვინმე ცუდ გაგიკეთებს პირველში ისევ ქართველი გაგიკეთებს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ აი ესეც აქ არის ნათქვამი რომ ეს დაპირისპირება რაც ეხლა დღეს მიმდინარეობს ესეც კიდე ერთი ამ სპექტაკლში ესეც კარგად გამოჩნდა რომ აი ზიანის მომტანია ისევ შენივე ერის წარმომადგენელი მაგრამ ეს მთლიანობაში განზოგადებულია გარეშე ძალის სახით და ამ შემთხვევაში
თუ გახსოვს ის სცენა, კიდევ საინტერესო ერთი ფაქტი, რომელიც გახსოვს. თუ გახსოვთ ახლა, მე მაგას მივაქციე ყურადღება. გაუპატიურობის შემდეგ ზენათი რო ბრუნდება, ის არსად აღარ ახსენებს ამ ტრაგიკულ ამბავს, რომ მას ეს დაემართა. ის იმდენად ძლიერია, რომ ეს ამბავი თითქოს ისე გადაიტანა, რომ ამაზე ხაზგასმა არ ხდება. შეიძლება არც იფიქრო, რომ ეს ფაქტი მოხდა. იმიტომ რომ ეს ფაქტი არ არის რეჟისორს არ არის გამოტანილი, იმიტომ რომ ძლიერი ქალის ამბავია, რომ კი ეს დაემართა მართალია, მაგრამ მან ეს არაიყვანა უკან ტრაგიზმამდე არაიყვანა. კი ბატონო. ესე ძალიან საინტერესო. კი ბატონო. ამით ზენათის პერსონაჟის ამ გადაწყვეტასაც უსვამს ხაზს. დიდი მადლობა, მეგობრებო. ვლოგში მონაწილეობისთვის მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ფოთის თეატრის სპექტაკლზე ბაკულას ღონები, რომელიც რეჟისორმა სულფუქელბაქიანმა შესთავაზა ფოთელ და არა მხოლოდ მაყურებელს. ჯობს რომ სპექტაკლი აუცილებლად ნახოთ, გირჩევთ თუ მოხვდებით ფოთში, ან როცა ჩამოვლენ ისინი დედაქალაქში და ითამაშებენ ამ წარმოდგენას არ გამოტოვოთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ თეატრმცოდნეები გიორგი ყაჯიშვილი, ნუცა კობაიძე, მე ვარ ლაშ ჩხარტიშვილი, დროებით მომავალ შეხვედრამდე.